მოგესალმებით, მეგობრებო. ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომას. დღეს დღისწესრიგით გვაქვს გათვალისწინებული 3 საკითხი და გთხოვთ თანხმობას დღისწესრიგზე. მადლობა. პირველი საკითხი არის საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ. როგორც იცით, ეს ჯგუფები იქნება პარლამენტის დადგენილებით, შესაბამისად ჩვენ კომიტეტმა შევუმუშავეთ იმ ჯგუფების და იმ ქვეყნების ასე ვთქვათ სია, რომელთანაც მიზანშეწონილია შეიქმნას მეგობრობის ჯგუფები, ჩამოვთვლი მე ამ ჯგუფებს საზოგადოების საყურადღებოდ. ეს არის ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა, ახალი ზელანდია, ბანგლადეში, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია, ბრაზილია, ბულგარეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ეთიოპია, ერაყი, ესტონეთი, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იორდანია, ირანი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, კამბოჯა, კანადა, კატარი, კვიპროსი, კორეა, კუბა, ლაოსი, ლატვია, ლიეტუვა, მალაიზია, მექსიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პარაგვაი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, ტაილანდი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ურუგვაი, ფინეთი, ფიჯი, ქუვეითი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვედეთი, შვეიცარია, შრი-ლანკა, ჩეხეთი, ჩილე, ჩინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, მალდივი და კაბო-ვერდე. ეს პრინციპში ეს ჯგუფები წინამოწვევის პარლამენტშიც მოქმედებდა. შესაბამისად ამ ეს ჯგუფები არსებობს ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებში. შესაბამისად პრინციპში ძალიან მარტივი საკითხია და გთხოვთ მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე ვაყენებ კენჭისყრაზე პირველ საკითხს, ვინ არის მომხრე რომ შემქმნათ ჯგუფები. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია. შემდეგი საკითხი ეს არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი თევზჭერის სუბსიდიების შესახებ და საკითხს წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე. ბატონი გენადი, გთხოვთ. მადლობა, მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მოგესალმები პარლამენტის წევრებს. დღეს წარმოგიდგენთ რატიფიკაციისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებას. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თევზჭერის სუბსიდირების შესახებ შეთანხმება მიღებული იქნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მე-12 მინისტრთა კონფერენციაზე 2022 წლის 17 ივნისს. შეთანხმება მოიცავს დებულებებს, რომელთა მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ექნება თევზის მარაგების მდგრადი შენარჩუნების და გაუმჯობესებული მეთევზეობის კუთხით. თევზჭერის სექტორში ოქმი გრძალავს 3 ტიპის სუბსიდიას. ესენია სუბსიდიები, რომლებიც ხელს უწყობს უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას, ასევე თევზჭერის და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის სუბსიდირება, რომელიც ხელს უწყობს გადამეტებულ და ჭარბ თევზჭერას და სხვა ტიპის სუბსიდიები, მათ შორის იმგვარი, რომელიც გათვალისწინებულია დაურეგულირებელ და ზღვებში თევზჭერისთვის. არსებული სუბსიდიების აკრძალვით შეთანხმება ხელს შეუწყობს გლობალურ ბრძოლას უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ. შეთანხმება ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 14.6 მიზანს, რომელიც გრძალავს თევზჭერის სუბსიდირების გარკვეულ ფორმებს, რაც იწვევს ჭარბ მეთევზეობას და ახალისებს უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას. შეთანხმება წარმოადგენს ისტორიულ მიღწევას, რადგან იგი არის გაეროს პირველი მდგრადი განვითარების მიზანი, რომელიც შესრულდა და მისი განხორციელება ხდება მრავალმხრივი შეთანხმების საშუალებით. ასევე წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირველ შეთანხმებას, რომელიც ფოკუსირდება გარემოს დაცვით საკითხებზე. შეთანხმება ითვალისწინებს განვითარებად და ნაკლებად განვითარებული წევრი ქვეყნების განსაკუთრებულ საჭიროებებს, რაც გულისხმობს შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო შესაბამის ტექნიკურ დახმარებას. შეთანხმება ადგენს სავალდებულო აკრძალვებს და წესებს, რომელთა მიზანია უზრუნველყოს, რომ მთავრობების მიერ თევზჭერის სექტორისთვის გაწეული მხარდაჭერა ძირს არ უთხრის საზღვაო რესურსების მდგრადობას. აღსანიშნავია, რომ გადაჭარბებული და უკანონო თევზჭერის სუბსიდირება საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას და ადგილობრივი თევზჭერის ეკონომიკას, ვინაიდან უკანონო, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერა იწვევს თევზის მარაგის საბოლოო განადგურებას და მეთევზეობის შესაბამის კოლაფსს. იმის გათვალისწინებით, რომ შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია და ამავე შეთანხმებას უერთდება, მისი ამოქმედება რეგიონში დაარეგულირებს თევზის მარაგების აღდგენის მართვას და მონიტორინგს. შესაბამისად, საქართველო მიიღებს მდგრადი თევზჭერის ეკონომიკას, რაც ხანგრძლივ პერიოდში უზრუნველყოფს უწყვეტი თევზჭერის ალტერნატივას.
იმისათვის რომ შეთანხმება სრულად ამოქმედდეს და მიღწეულ იქნას მდგრადობასთან დაკავშირებული მიზნები, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრთა 2/3-მა, რომელიც სამდივნოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი რატიფიკაციის სიგელი, რაც გულისხმობს იმას, რომ წევრებმა უნდა განახორციელონ მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები. აღნიშნული შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების ხანგრძლივობა და შინაარსი წევრებს შორის არის განსხვავებული. ამ ეტაპისთვის 96 წევრს აქვს ოფიციალურად მიღებული შეთანხმება, ხოლო შეთანხმების ძალას შესაძლოა საჭიროა დამატებით 15 ქვეყნის რატიფიცირება. რა დროსაც მიღწეული იქნება წევრთა რაოდენობის 2/3 და შეთანხმება ოფიციალურად გამოცხადდება ძალაში შესულად. შეთანხმების სავალდებულოდ აღიარება არ საჭიროებს საქართველოს მიერ დეკლარაციის გაკეთებას. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე საზღვაო ზონების კონტექსტში, ვინაიდან შეთანხმების მიზანია უკანონო, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის ხელშეწყობი სუბსიდიების თავიდან აცილება და არა უშუალოდ უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელი თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა, შეთანხმების 11-2a მუხლის მიხედვით შეთანხმებას, მათ შორის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დასკვნას, რეკომენდაციასა და კომპენსაციას არ ექნება არავითარი სამართლებრივი შედეგი ტერიტორიულ პრეტენზიებსა და საზღვრის დელიმიტაციასთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს არის შეთანხმებაში მითითებული სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმების მხარე 2000 წლიდან, შესაბამისად შეთანხმების სავალდებულოდ აღიარება არ გამოიწვევს ახალ საერთაშორისო ვალდებულებების აღებას. შეთანხმების სავალდებულოდ აღიარება არ მოითხოვს შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ცვლილებას და საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას. შეთანხმების ეფექტიანად შესაძლებლად საჭიროა რეგიონული თევზჭერის მართვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ან წევრობა, ასეთი ჩვენ შემთხვევაში არის GFSM-ი, რომლის წევრი არ ვართ, თუმცა ეს ავტომატურად არ გამორიცხავს შეთანხმების შესრულების შესაძლებლობას, რადგან საქართველოს აქვს არაწევრი მოთანამშრომლე ქვეყნის სტატუსი. შეთანხმება ფარავს ნებისმიერი ტიპის, მათ შორის მცირე გემებს, რომლებიც ჩართული არიან თევზჭერაში, მისი მარეგულირებელი ჩარჩო არ მოიცავს აკვაკულტურასა და შიდა წყლების იურისდიქციას. როგორც ზემოთ აღნიშნე, შეთანხმება ადგენს რამდენიმე ტიპის საგრძალვას, იგი გრძალავს ისეთ გემების სუბსიდირებას, რომლებიც ჩართულნი არიან არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერაში. გარდა ამისა, შეთანხმებით აკრძალულია ასევე ისეთი გემების სუბსიდირება, რომლებიც ჩართულნი არიან გადაჭარბებულ თევზჭერაში. აიუს და გადაჭარბებული თევზჭერით დაზარებული თევზსაჭერი ზონების განსაზღვრა არ შედის შეთანხმების დაფარვის არეალში. იგი ადგენს არა იმ ტიპის ვალდებულების შესრულებას, არამედ უკვე დადგენილი მოცემულობის საფუძველზე გამოვლენილი გემების სუბსიდირების აკრძალვას. ეს განპირობებულია იმით, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფუნქცია ზედამხედველობა გაუწიოს სუბსიდიებს და არა თევზჭერის პროცესს უშუალოდ. ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება არ წარმოშობს საქართველოსთვის განსაკუთრებულ ვალდებულებებს, ის მეტწილად მიემართება საერთაშორისო თევზჭერაში ჩართული სუბსიდირებული გემების შეზღუდვისაკენ, რაც საქართველოს შემთხვევაში ნაკლებად იქნება პრობლემური. ქართული გემები არ ოპერირებენ საერთაშორისო წყლებში, ხოლო ქართულ თევზსაჭერ ზონებში დანაწილებული კვოტების ათვისებისას დარღვევების გამოვლენის ვალდებულება არ არის გათვალისწინებული ახალი შეთანხმებით. ასევე შეთანხმება მსგავსი გემების გამოვლენის შემდგომ კომიტეტის ინფორმირების ვალდებულებას ადგენს სუბსიდიებთან დაკავშირებით, არ ახდენს პირდაპირ გავლენას არსებულ ლიცენზიენტებზე, შეთანხმება არ ახდენს გავლენას ასევე თევზჭერის კვოტებზე, თუმცა თუ გამოვლინდება, რომ ადგილი აქვს უკანონო თევზჭერას ან გადაჭარბებულ თევზჭერას, ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს სუბსიდირება, თუ ასეთი არსებობს. აღნიშნულის რატიფიცირების დაჩქარება გვინდა, რადგან წელს საქართველოს უწევს 25 წლის თავი გაწევრიანებიდან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ჟენევაში დაგეგმილი აქვს მიმდინარე წლის 20 მაისს და ამ ღონისძიების ფარგლებში გვინდა, რომ ეს სიგელი რატიფიცირების გადავცეთ გენერალურ მდივანს. კი ბატონო, მადლობა. კოლეგებო, ხო არ არის კითხვები? გალბატონო მაია. დიდი მადლობა, მოკლე კითხვა მექნება. ანუ ეს როგორც მივხვდი, არა ქვეყნის
თუ ქვეყნის საწყლოსნო ტერიტორიად შედის, შიდა წყლებიაში. შიდა წყლები არ შედის ამ შემთხვევაში, მხოლოდ საერთაშორისო წყლებზე არის საუბარი. ანუ ღია ზღვაში თუ ანუ ესე იგი ჩვენ ეს პატარა გემები, რომლებიც ლიცენზიის გარეშე სანაპირო თევზჭერას ახორციელებენ, იმათზე არ გავრცელდება? კი ბატონო. სხვა კითხვები თუ არის? არ არის სხვა კითხვები. შესაბამისად კენჭისყრაზე ვაყენებ მეორე საკითხს, ვინ არის მომხრე? მადლობა. გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან შეფერხება თქვენ არ გაქვთ. დიდი მადლობა. გადავდივართ მესამე საკითხზე, ეს არის გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2024 წლის ანგარიში და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი ბექა ძამაშვილი წარმოადგენს საკითხს. თქო ბატონო ბექა. მოგესალმებით, დიდი მადლობა. წელს უკვე მე-9 წელია, რაც საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს წარმოუდგინა ეს ანგარიში. ანგარიში მოიცავს როგორც სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეებს, რაც აღსრულების ეტაპზე, ასევე გაეროს კომიტეტებში. დღევანდელ სხდომაზე წარმოგიდგენთ გაეროს კომიტეტებში აღსრულების ეტაპზე არსებულ საქმეებს. პირველ რიგში გსურს რომ ხაზი გაუსვათ თვითონ ამ მექანიზმის მნიშვნელობას, რაც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას ეხება, რადგან თქვენ იცით რომ გარკვეული მექანიზმი არსებობს გაეროს ფარგლებშიც და ასევე სტრასბურგის ფარგლებშიც. თუმცა ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი არის რომ სანამ ეს აღსასრულებელი საქმეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავა და ჩვენ მათგან მოვისმენთ რეკომენდაციებს, იყოს ფორმატი ქვეყნის შიგნით აი ამ რეკომენდაციების მოსმენის და ყოველთვის ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს პარლამენტთან. ის რეკომენდაციები რაც მიგვიღია დაგხმარებია მათ შორის სხვა უწყებებთან კოორდინაციის ნაწილში და ამისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე გაეროს კომიტეტებთან მიმართებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ თვითონ საერთაშორისო სამართლებრივად გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო ძალა. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის სახელმწიფოსთვის. თვითონ გადაწყვეტილების ტექსტშიც წერია, რომ კომიტეტი რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოს გარკვეული ღონისძიებები გაატაროს, როდესაც ცალკეული კონვენციის დარღვევა დგინდება. თუმცა ხაზგასასმელია, რომ 2016 წლიდან სახელმწიფომ თავად დაივალდებულა, ასე ვთქვათ, ორი მიმართულებით სავალდებულო გახადა გაეროს კომიტეტების აღსრულება. ერთი ეს არის თუ საქმე ეხებოდა და სასამართლო პროცესებს ამ სასამართლო პროცესების ხელახლა გახსნის შესაძლებლობა გაჩნდა და ასევე ქვეყნის შიგნით ფინანსური კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობა გაჩნდა, რაც ბევრ სახელმწიფოში დღესაც არ არსებობს და ეს ორივე მიმართულებით ეს მექანიზმი ძალიან კარგად მოქმედებს. სულ რამდენიმე საქმე არის ახლა მიმდინარე, რაზეც უნდა ინფორმაცია მოგაწოდოთ. პირველი ეს შეეხება წამების წინააღმდეგ კომიტეტს. 2017 წლის გადაწყვეტილება და თვითონ ფაქტი 2010 წელს არის მომხდარი. ეს არის ჯჩ და ჯე საქართველოს წინააღმდეგ. მამაშვილი იყო, რომელიც 2010 წელს დააკავეს და არასათანადო მოპყრობა განხორციელდა მათზე როგორც დაკავების დროს, ისე დაკითხვის დროს. ასევე იყო ესეთი რის გამოც მათ შორის დარღვევა დადგინდა, იყო ესეთი გარემოება, რომ ერთ-ერთი მათგანი დიაბეტით იყო დაავადებული და არ მიეცა ინსულინის ინექციის გაკეთების შესაძლებლობა, რამაც შემდეგ ხედველობის გაუარესებაც გამოიწვია. თვითონ აღსრულების ნაწილში, რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოძიება არის მიმდინარე და ეს გამოძიება არის ბოლომდე მისაყვანი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურამ ბევრი საგამოძიებო მოქმედება განახორციელა, მათ შორის ყველა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი გამოიკითხა, თუმცა ობიექტური ხელშემშლელი გარემოებები აქვს ამ საქმეს, რადგან მოწმეთა ნაწილი ან გარდაცვლილია, ნაწილი არ არის საქართველოში და ისრულად რომ რაღაც საბოლოო შედეგზე გავიდეს პროკურატურა, ამ ეტაპზე ეს არის გართულებული. რაც შეეხება კომპენსაციას, როგორც ვთქვით, ეს სახელმწიფომ 2016 წლიდან ეს მექანიზმი თავად შექმნა და უკვე ორივე მომჩივანმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ქართულმა სასამართლომ ერთ შემთხვევაში 12,000 ლარის და მეორე შემთხვევაში 20,000 ლარის კომპენსაცია მიანიჭა მომჩივნებს. ზოგად ღონისძიებებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არასათანადო მოპყრობა არის ის მიმართულება, რომელზეც საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი, უკვე წლებია ამას როგორც გაეროს მიმართულებით, ისე სტრასბურგის მიმართულებით. ცალსახად აღიარებენ, რომ წამება აღარ არის ქვეყანაში სისტემური გამოწვევა. უფრო მეტიც, აი ყველა ბოლო ვიზიტით ჩვენ ახლა შეიძლება გაეროს პირდაპირ არ შეეხებოდეს, მაგრამ ევროსაბჭოს შესაბამისი კომიტეტი რამდენჯერმე სამჯერ იყო ბოლო 3 წელში ჩამოსული, ერთი ჩვეულებრივი ვიზიტით და ორი ad hoc ვიზიტით და ყველა ესეთ ვიზიტზე ფიქსირდება, რომ
წამების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ფიზიკური ძალადობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა პენტენციურ სისტემაში. ჩვენ შარშან ასევე ყავდა გაეროს წამების ქვეკომიტეტი, რომელიც CPT-ის ანალოგია, SPT და ასევე ანალოგიური შეფასება იყო მათი მხრიდან გაკეთებული და კიდევ ერთი ძალიან კარგი სტატისტიკა არის, რომელთაც ყოველთვის ვამოხობთ ხოლმე, არც გაეროს კომიტეტებში და არც სტრასბურგის სასამართლოში პენტენციური სისტემიდან საქმე არ შესულა, რომელიც შემდეგ დასაშვებად გამოცხადებულა და არსებით განხილვაში გადასულა, რაც ასევე ადასტურებს ამ მიმართულებით ყველაზე კარგი ინდიკატორია მიღწეული პროგრესის. რადგან აქ ამ ინსულინის არ გაკეთების თემას შეეხებოდა, ესეც მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ პენტენციურ სისტემაში თვითონ მკურნალობის საკითხი წლების წინ იყო ასევე დიდი გამოწვევა 2009-2011 წლებში განსაკუთრებით ჰეპატიტის და ტუბერკულოზის მკურნალობა იყო ძალიან დიდი გამოწვევა და 2014 წელს მოახერხა სახელმწიფომ ფაქტობრივად აი ამ პრობლემის მოგვარება და სტრასბურგის სასამართლომ 2014 წელს განაცხადა, რომ სახელმწიფომ პენტენციურ სისტემაში აი ეს მკურნალობის საკითხი საბოლოოდ გადაჭრა. შემდეგი საქმე შეეხება უკვე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის კომიტეტს. ეს საკმაოდ გახმაურებული საქმე იყო, ხანუმ ჯეირანოვას საქმე. ეს იყო საქმე ოჯახში ძალადობის საქმე, როდესაც ქალბატონზე ქმრის ნათესავებმა იძალადეს, რის შემდეგაც ძალიან მალე ეს ქალბატონი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამ გადაწყვეტ გაეროს კომიტეტმა ამის გამო დარღვევა დაუდგინა სახელმწიფოს და 2014 წელს მომხდარი ფაქტია. შემდეგ პროკურატურამ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და 5 პირი მიეცა პასუხისგებაში, ან შესაბამისად ამ ნაწილში საქმე, ასე ვთქვათ, ბოლომდე არის მიყვანილი და მათ შორის მომჩივნები იყვნენ გარდაცვლილი შვილები, რომლებმაც შესაბამისი ფინანსური კომპენსაცია მიიღეს სახელმწიფოდან. ზოგად ღონისძიებებს რო შევეხოთ ამ კუთხითაც ოჯახში ძალადობა ბუნებრივია, იყო გამოწვევა, ეს 2014 წელი ის პერიოდია, როდესაც სახელმწიფო მაშინ დგამდა პირველ ნაბიჯებს სისტემურად ამ პრობლემის გადასაჭრელად. ამის შემდეგ მოხდა სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება, შემდეგ აქტიურად ამოქმედდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის საკითხი, ელექტრონული ზედამხედველობის საკითხი და დღეს შეიძლება ითქვას, რომ სისტემურად ეს თემა, ასე ვთქვათ, უფრო სხვა ყურადღების ქვეშ არის აყვანილი და ამაზე სტატისტიკაც მიუთითებს, რომ ყოველწლიურად არის მზარდი როგორც გამოძიების დაწყების მაჩვენებელი, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელიც, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ყურადღების მიღმა არ ტოვებს არც ერთ ასეთ შემთხვევას. და შესაბამისი თავი მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა, როგორც ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში, ასევე შესაბამით სამოქმედო გეგმაში სტრატეგია მოგეხსენებათ პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული. შემდეგი საქმე შეეხება ბავშვთა უფლებათა კომიტეტს. ეს არის ნინო წმინდის პანსიონის საქმე, სადაც აღსაზრდელები 21 მომჩივანი იყო, რომელიც დაობდა ძალადობის შემთხვევებზე. ამ ნაწილშიც კომიტეტმა დაადგინა დარღვევა და ეხლა მიმდინარეობს გამოძიება არის მიმდინარე ამ საკითხში სისხლის სამართლებრივი კუთხით, რაც შეეხება სხვა მიმართულებით საქმის აღსრულებას, მათ კომპენსაციაზე შეტანილი აქვს სასამართლოში საქმე და მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში ეს წარმოება და თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურ კონტროლზე ყავს აყვანილი. ყოველ 6 თვეში ერთხელ ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ პანსიონში დარჩენილი 6 აღსაზრდელი, სულ 6 აღსაზრდელი არის ახლა დარჩენილი იქ, მათ მდგომარეობას, საჭიროებებს და სოციალური მუშაკების თუ ფსიქოლოგების ჩართულობით მუდმივად მათი საჭიროებები არის შესწავლილი. ბოლო საქმე ეს არის ასევე ბავშვთა უფლებათა კომიტეტის საქმე, ნბ საქართველოს წინააღმდეგ. ეს საქმე შეეხებოდა საბავშვო ბაღში მასწავლებლის მხრიდან ძალადობას. საქმე კომიტეტში მოხდა, რადგან როდესაც საჩივარი შეიტანეს იმ მომენტში ეს ბავშვი ჯერ არ იყო დაზარალებულად ცნობილი, თუმცა შემდეგ უკვე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, რის გამოც კომიტეტმა ფაქტობრივად ეს საქმე დახურა და კომპენსაციაც ეროვნულ დონეზე მიენიჭა 15,000 ლარის ოდენობით. ზოგადი ღონისძიებების კუთხით ბავშვთა უფლებებზე რომ ორიოდე სიტყვით გითხრათ, თქვენთვის რა თქმა უნდა ძალიან კარგად ცნობილი არის, რომ საქართველო გამოირჩევა იმ კუთხით, რომ ბევრ სახელმწიფოში არ არის ის, რაც ჩვენმა პარლამენტმა სახელმწიფო მიიღო 2019 წელს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად ეყრდნობა გაეროს შესაბამის კონვენციას და ძირითადი
ასე ვთქვათ, მიზანი არის ყველა სიტუაციაში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და შესაბამისი დებულებების შემდეგ პრაქტიკაში რო ეს კარგად განხორციელდეს, უკვე გადატანილია ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში. ეს არის რაც მინდოდა თქვენთვის მომეწოდებინა ინფორმაცია ამ საქმებთან დაკავშირებით. დანარჩენ თემებზე თუ გაქვთ შეკითხვა, სიამოვნებით გიპასუხებთ. დიდი მადლობა, კოლეგებო, ხო არ არის კითხვები? მე მაქვს ერთი კითხვა, ზოგადი ტენდენცია რომ წარმოაჩინოთ, ანუ თქვათ 2024-ში, 23-ში და ბოლო 5-6 წლის განმავლობაში არის თუ არა პოზიტიური ტრენდი ჩვენ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. გაეროს კომიტეტებს რაც შეეხება, გაეროს კომიტეტებთან შედარებით შესახებ შეიძლება ითქვას, რომ თვითონ ცნობადობა არის ნაკლები. ანუ ბევრად მეტი მომჩივანი მიდის სტრასბურგის სასამართლოში ვიდრე გაეროში. ზოგადი სტატისტიკა რო გითხრათ, მთლიანად ამ პერიოდის განმავლობაში რაც შესაძლებელია საჩივრების შეტანა, სადღაც 6000-მდე საქმე არის შესული სტრასბურგის სასამართლოში და სულ 23 საქმე არის 90-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე გაეროში შეტანილი. შესაბამისად, ან ცოტა ისეთი არის, არ არის აქტიურად გამოყენებული და ეს ბოლო წლების ტენდენციაზე რაც შეიძლება ითქვას, არასამთავრობო ორგანიზაციებს ცალკეული მიმართულებით ჰქონდა მიღებული შესაბამისი გრანტები და ამან გამოიწვია გაეროს კომიტეტებში უფრო მეტი მიმართვიანობა. ანუ მათ გადაწყვიტეს, რომ ნაცვლად იმისა, რომ სტრასბურგში წაეღოთ საქმე, სადაც სხვა კრიტერიუმებია და შეიძლება საქმე ყოფილიყო უფრო სუსტი და სტრასბურგში არ ექნებოდა პერსპექტივა, გადაწყვიტეს გაეროს კომიტეტებში, რომლებიც ცალკეულ უფლებებზე, როცა მუშაობენ ბავშვის უფლებებზე, ქალის უფლებებზე, მიაჩნიათ, რომ შეიძლება უფრო მეტად მგრძნობიარე იყვნენ და მეტი შანსი ჰქონდეთ, როდესაც საქმე არის სუსტი და შეიძლება ითქვას, რომ აი ბოლო პერიოდში უფრო პოპულარული გახდა. ცოტა რაოდენობა კი. და ამან გამოიწვია ცოტა გადა, თუმცა ეს გაზრდა არ არის რაღაც ისეთი, იმიტომ რომ ჯამში არის სულ 23-90-იან წლებიდან მოყოლებული და აქედან სადღაც შეიძლება ითქვას 60%, 65% არის აი ბოლო პერიოდზე, როდესაც ეს თემა უფრო მეტად გააქტიურდა. კი ბატონო, და კიდე ერთი კითხვა მაქვს. თქვენ თქვით, რომ ანუ ეს გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებები არის არეკომენდაციო ხასიათის და ჩვენ დავივალდებულეთ, ასე ვთქვათ, თავი რომ აუცილებლად აღვაწრულებთ. კიდე რომელ ქვეყნებს არის თუ არა ვთქვათ ევროპული ქვეყნები, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ან არ ვიცი, ჩვენ სამეზობლოში ქვეყნები, რომელთაც მსგავსი ვალდებულება თავის თავზე აქვთ აღებული? ზუსტიას ახლა ვერ გეტყვით, თუმცა არის ორი მიდგომა არის ძირითადად ევროპულ ქვეყნებში და სხვაშიც. არის ქვეყნები, სადაც ბევრი არა, სხვათა შორის, სადაც ესე საკანონმდებლო დონეზე ჰქონდათ ვალდებულება, არის მეორე კატეგორია, სადაც სასამართლოება, მაგალითად უზენაესმა სასამართლომ პრაქტიკა დაამკვიდრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სარეკომენდაციო რაღაც კუთხით გაუთანაბრა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და პრაქტიკით ეს სავალდებულო გახდა. ამიტომ ქართული პრაქტიკა ნამდვილად ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ანუ შეიძლება ითქვას კარგ პრაქტიკაში გადის, იმიტომ რომ ეს არის სამართლებრივი საფუძველი და რომ არა სამართლებრივი საფუძველი, ახლა იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც სასამართლოს მხრიდან მოხდა გათანაბრება, ყველა იმ ქვეყანაში მაგალითად ფინანსური კომპენსაციის გაცემა არ არის შესაძლებელი, რადგან ფინანსურ კომპენსაციას ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა ხდება და ამას საკანონმდებლო საფუძველი სჭირდება. და ის ჩვენ რაც 2016 წელს ინიცირება მოვახდინეთ და პარლამენტმა შემდეგ ეს დაამტკიცა, ამის საშუალებას აძლევს, რომ ფაქტობრივად გაუთანაბრა შესაძლებლობის თვალსაზრისით სტრასბურგში საჩივრის შეტანას და გაეროში საჩივრის შეტანას, რადგან მათ შორის ეს მზარდი ბოლოში გაზრდილი რაოდენობა შეიძლება ამითაც იყოს გამოწვეული, რომ ადრე გაეროში შეტანას ვერ მოყვებოდა კონკრეტული შედეგი მომჩივნისთვის, ის იქნებოდა გადაწყვეტილება, შეიძლება წასაკითხად მკვლევარებისთვის ყოფილიყო საინტერესო ფაქტი დადგენილიყო დარღვევის, მაგრამ მომჩივანი ვერაფერს იღებდა. და ეს 2016 წლის აი ამ ცვლილებით უკვე ერთ ფინანსურ კომპენსაციას იღებს და ქვეყნის შიგნით სასამართლო პროცესების გახსნაო შეუძლია, რითაც შეიძლება უკვე მათ შორის სხვა პრობლემებიც მოუგვარდეს. და მიდგომა არის სხვადასხვანაირი, ზუსტ სიას ახლა ვერ მოგაწვდით, მაგრამ საქართველოს ნამდვილად ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნებში ითვლება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ სრულად დაკმაყოფილებულია მათი საჭიროება. და თქვენც აღნიშნეთ, რომ ანუ გაეროს კომიტეტისთვის მიმართვა უფრო მარტივია პროცედურულად, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოსთვის. ხვასია შესაბამისად, ანუ იქ უფრო ისეთი მძიმე საფუძვლები უნდა იყოს, რომ სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს საქმე. აი დავაზუსტებ, რომ მიიღოს წარმოებაში. სტრასბურგის სასამართლოს აქვს საკმაოდ ესეთი მკაცრი პრეცედენტული მიდგომა.
ან თუ ოდნავ მაინც საქმეში ხარვეზი არის, სტრასბურგის სასამართლო იმ ხარვეზს არ გაატარებს. განსხვავებით გაეროს კომიტეტებიდან, რომელიც უფრო უყურებს ხოლმე მომჩივნის გადმოსახედიდან და ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეული ხარვეზები ადვოკატს აქვს ჩადენილი ან ქვეყნის შიგნით სამართალწარმოების დროს ქონიათ დაშვებული ხარვეზები, გაეროს კომიტეტს თვალი დაუხვიჭავს ამაზე. ანუ ესეთი მკაცრი მიდგომა არა აქვს პროცედურებთან დაკავშირებით, რაც სტრასბურგში არის. კი ბატონო, მადლობა ბატონო ბექა. მაგრამ დაშვებადობის კრიტერიუმები ხო იგივეა, რაც სტრასბურგში. დაშვებადობით არის იგივე, მაგრამ აი მაგალითი რო გითხრათ, სტრასბურგის სასამართლო მაგალითად ერთი დღეც რო გადააცილონ 4 თვეშია ერთი თვეც რო გადააცილოს გამორიცხული გაერომ შეიძლება რაღაც საპატიოთ ჩათვალოს და ხო, ესეთ თემა. ისედაც ბევრი საქმე არ აქვს და ამიტომ მადლობა მეგობრებო, ჩვენ ეს ანგარიში უნდა მივიღოთ ცნობად, შესაბამისად ვაყენებ კენჭისყრაზე. მადლობა, ანგარიში მიღებულია. ეს იყო ბოლო საკითხი, შესაბამისად დღეს ჩვენი დღის წესრიგი ამოწურულია. შემდეგი ხდომა გვექნება ზეგ 4 შაბათს 30 აპრილს გვექნება გაერთიანებული ხდომა ევროინტეგრაციის კომიტეტთან ერთად და განვიხილავთ უცხოელების შესახებ ახალ კანონმდებლობას. მადლობა.